ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალა უფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ხვალ დღის 12 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული პარტიის იმ გეგმას გაგვაცნობს, რომლის განხორციელებაც როგორც სამინისტროში აცხადებენ მაისის ბოლოს იგეგმებოდა. სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაანონსა, რაც ქართული პარტიის თავმჯდომარემ პროტესტი გამოთქვა პარტიის წევრების დაკავების გამო და ხელისუფლება რეპრესიების გატარებაში დაადანაშაულა. რა გეგმა ჩაეშალათ მაისის ბოლოს? შეასრულეს თუ არა საზოგადოებისთვის მიცემული რომელიმე დაპირება და რატომ გაჩნდა სიტყვა ოკუპანტი ქართული პარტიის ლექსიკონში? პირდაპირ საუბარი ეროსი კიწმარიშვილთან. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ეროსი კიწმარიშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონო ეროსი, მოგესალმებით. პირველ რიგში იმ განცხადების შესახებ, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში საუბარია, რომ ქართული პარტიის დაკავებულ წევრებსა და აქტივისტებს მაისის ბოლოსთვის გარკვეული გეგმა უნდა განეხორციელებინათ, რომელსაც ხვალ 12 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გააცნობენ საზოგადოებას. მე მაინტერესებს, რას გეგმავდით მაისის ბოლოს და რაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ ესე ვთქვათ, კიდევ უფრო ხვანაირი ტექსტი ქონათ, უბრალოდ იწყებდნენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია. ეხეს მცირე ნაწყვეტია განცხადებული ქართულ პარტიას. არ ვიცი ხა ის რას იზამენ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხა მეტროპოლიტენ ოპერა არ არის, რომ იმის ტრავიატას პრემიერა დაანონსოს. ხა თუ რამე ქონდათ 3 დღეა, ხა მე ეს ირონიით ვამბობ, მაგრამ 2 დღის წინ დააკავეს ჩვენი პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი პირველი, რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს კიდევ 2 ადამიანი, ლევან ტერაშვილი იქნა დაკავებული დღეს გამთენიისას, წუხელ გამთენიისას, უბრალოდ წუხელ ღამით. და მთელი ამ დროის განმავლობაში მიდის გააფთრებული მცდელობა რაღაცის შექმნის, იღებენ რაღაცას კამერებით, ახლა იღებენ? რაღაც ფილმს აკეთებენ, რაღაც ჭუბურხინჯის მსგავსი ისტორია, ემა გოგოხიას და გურამ დონაძის და ვანო მერაბიშვილის ფანტაზიით ალბათ კიდე მოწეული ეყოლება თვინმე ეგ. რენი ჰარლენი ან ვიღაც ესე. ანუ თქვენ არ საუბარი მედის რაზე? დიახ, ეს მე. რეალურად თუ ვისაუბრებთ, დღეს დაკავებული იქნა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ადამიანი, რომელიც არის აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენი პარტიის სტრუქტურების კურატორი, ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსი. ეს ადამიანი ღამით იქნა აყვანილი, გამთენის ხანს მასთან შევიდნენ სახლში, ღამით იქნა აყვანილი, მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ახლობით რამდენიმე 6 თუ 10 მანქანი სპეცრაზმელები. ეს ღამის დაკავება კიდე ცალკე ისტორიებია, ხო ხვდებით ეს. მანამ ამას წინ უძღოდა რაღაც გარკვეული ფუსფუსი ფორიაკი ჩვენი პარტიის ოფისის გარშემო, გარკვეული ისე ვთქვათ, მოძრაობები, გარე თვალთვალი და ასე შემდეგ. შემდეგ შედიან ამ ადამიანთან სახლში, თავენ შუქს, ანუ შუქი ითიშება, ელექტროენერგია და შემდეგ სააბაზანო ოთახში თეთრეულის და სარეცხის კალათაში პოულობენ ავტომატს, რომელთაც ლევან ტერაშვილი, რომლის ძმა წინა დღეს დააკავებს, თურმე ესე ვთქვათ, ესეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამზადებდა რაღაც პომპეიდან ლონდონამდე ახდენდა გვირაბის გათხრას. ქონდათ ბატონო ეროსი, თქვენ რაიმე ისეთი გეგმა, რის შესახებაც არ იცის საზოგადოებამ. ჩვენი და რითიც შეიძლება აპელირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო არასოდეს და ეს არ არის არავისთვის უცხო, არასოდეს არ აპელირებს რაიმე ტიპის რეალური საფუძვლიანი ეჭვების ეჭვები თუ ან რეალური საქმეებით. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სრულად გასაგებ და უკვე დიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ აპრობირებულ მეთოდთან, ეგრეთ წოდებული ჩვენებების გამოძალვის, ჩვენებების უკანონოდ მოპოვების. მე რაც ვიცი, ხა მე ძალიან არასერიოზულად უყურებ იმას. პირველი ადამიანი, რომელიც დააკავეს, ეს არის
ადამიანი, რომელსაც ფაქტურად ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი და ეხლა იქ ფურცელზე რა ეწერება, მე არ ვიცი, ამიტომ მე არ მინდა წინ გავუსწრო, ეს ადვოკატების ინფორმაცია. ეს არის უამრავი, თქვა, ჩხრეკის ოქმზე მეუღლეების ხელის მოწერები, რომელსაც თქვა, მუქარის ქვეშ აკეთებინებენ ამას. ეს ის მარტივი, თქვა, ზედაპირზე არსებული, ხა მე დანარჩენ საქმის დეტალებს არ შევდგები, საუბარი იქნება ძალიან არასერიოზულ მტკიცებულებებზე, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს იქნება დაახლოებით ჭუბურხინჯის აფეთქებების ან სხვა შესაძლებელია რომ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ველოდოთ. არა, გამორიცხულია, იმიტომ რომ ელემენტარულად ის რაც არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია ვერ იარსებებს, როგორც რეალური მტკიცებულება, ახლა დანარჩენი ფანტაზია ამ ადამიანების საკმაოდ ისეთია, ავადმყოფური, ამიტომ არაფერს ვერ გამორიცხავთ იმ მიმართულებით, რომ რაც სულელი დადო, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ ფორმატის, თქვა, შოუების მიმართ რაიმე ნდობა საზოგადოებაში არსებობს. გარდა ერთისა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ აკეთებენ ამას სრულად გასაგებია ჩემთვის. ეს არის ტერორის და შიშის დათიშვა. მეტი არაფერი. რატომ ქართული პარტია რაიმე საფრთხეს წარმოადგენს დღეს თქვენი აზრით ხელისუფლების? თქვენი აზრით ქართული პარტია ხელისუფლებისათვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს? არა, მე თქვენგან მაინტერესებს პასუხი. ზუსტად იმიტომ, რომ ქართული პარტია არის ის ძალა, რომლის გამოც ეს ადამიანები წავიდნენ იმაზე, რაზეც წავიდნენ მაისის ბოლო რიცხვებში. გააკეთეს ის, რაც მანამდე საქართველოს ისტორიაში არ გაუკეთებია არც ერთ ქართულ ხელისუფალს, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ანუ ქართული პარტია რომ ყოფილიყო, ასე არ მოიქცეოდნენ მომიტინგებს? კიდე მე მეგონი თქვენ ეთერშიც და ბევრჯერაც მithქვამს ეს, რომ ის აგრესია, რომელიც მათ გამოხატეს რამდენიმე ასეული მომიტინგის მიმართ 26 მაისის გამთენის ხანს, ეს იყო საბოლოო ჯამში, ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ მათზე გადაემტრიათ ის ბოღმა, რომელიც საბოლოოდ ვერ მოახერხეს, რომ ქართული პარტიის ამ პროცესში საბოლოოდ ჩართვითა და დისკრედიტაციით განეხორციელებინა. მათ ვერ მიიღეს ის, რისი მიღებაც უნდათ. ანუ ის რასაც რომ არა ქართული პარტიის ფაქტორი, სხვანაირად რომ არა ქართული პარტიის ფაქტორი ბუნებრივია, რომ იმ პროცესს სახელწოდებით სახალხო კრების 21 მაისის აქტივობა ელოდებოდა სრულიად სხვა განვითარება. რომ არა ქართული პარტიის არსებობა ამ თემას ეს ხელისუფლება სერიოზულად არ მიიღებდა, იმიტომ რომ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რასაც 21 მაისის ჩამქრალის აღამოერქვა, ანუ თუნდაც 22 მაისის დილა დასაწყისი. შესაბამისად რომ ჩართულიყო ბატონო როს ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში, ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთეთ რომ ჩათრევა ვერ მოახერხეს. მათ ვერ მოახერხეს აბსურდის პროცესში ჩათრევა და ამას აბსურდის პროცესისთან ჩვენი გასვლა და აბსურდი იყო ის, რაც მე გააკეთა სახალხო კრების, ვთქვათ, წარმომადგენელმა ბურჯანაძემ და იმ ადამიანებმა, ვინც სახალხო კრებას წარმოადგენდნენ, პარალელური პროცესების გამართვის გზით და შემდგომ საზოგადოების სრული დეზორიენტაციის გზით, ბუნებრივია, რომ იქნებოდა ის, რასაც ერქვა ქართული ხალხის ზეიმი წარმატება და ჩვენ დავამთავრებდით ამ რეჟიმს, მაშინ როცა ვამბობთ, რომ დავამთავრებდით. თუმცა პარალელური პროცესი თქვენ დაანონსეთ ალბათ ასე არ იყო, მას შემდეგ რაც სახალხო კრებამ დაიწყო აქციები. სახალხო კრებამ დაიწყო აქციები და 21-ში საღამოს წყალებში საზეიმო ვითარებაში დაამთავრა სრული ფიასკოთი. მათი ეს ვთქვათ საათებით გაწერილი გეგმა დაამთავრდა გაურკვეველი შეძახილებით. ხარ მინდა მე ამ თემაზე ღრმად ჩასვლა. თუ ვინმეს კიდე რაიმე კითხვა დარჩა 21, 22, 23-თან დაკავშირებით, მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი ბევრჯერ გასცა, ქალბატონი ბურჯანაძე არ გაჩერებულა ერთი თვის განმავლობაში ეთერიდან არ გასულა და ბუნებრივია თავის ინტერპრეტაცია ბევრჯერ მოგასმენა. შედეგი სახეზეა ერთი. და ამ შედეგზე ახლა ვსაუბრობთ. ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რა კითხვა თქვენ დასვით. რომ მათთვის, რეჟიმისთვის, მერაბიშვილისთვის, სააკაშვილისთვის საფრთხის თავარი წყარო დღესაც არის ქართული პარტია. და ამიტომ მიზანი მათთვის არის ქართული პარტიის დატერორება, განადგურება, აქტივისტების შეშინება, დაჭერა, წამება და ამ წამების უამრავი ფაქტის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი არის დემონსტრირება იმისა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა სიმშვიდეს ურღვევს აი ამ ჰარმონიას, რასაც ქვია კონსტრუქციულობისა და დიალოგის უალტერნატივობის, ესე ვთქვათ, ზეიმი ქართულ პოლიტიკაში არის ქართული პარტია. და რითი არ ყვევთ თქვენ დღეს? იმით რომ ვარსებობთ და უკვე არსებობა და ჩვენი არსებობა და ჩვენი დაპირების რეალიზაციის პერსპექტივა არის ის საფრთხე, რომელიც მუდმივად დამოკლეს მახვილებით არის ამათთვის და ძილის საშუალებას უსწრებს. ამიტომ ხვალ 12 საათი მიუხედავად იმისა, ასილაპარაკებს, ესე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც რუპორი რა თემებს დადებენ, ესენ ჩვენთვის არის სრულიად უინტერესო, გარდაუვალია, ვანო არ ვინ არის კიდე იქ ხა ვინც ხედან რასაც ახლა ღამე თითხნიან ეს არის გარდაუვალი თქვენ გელოდებათ ის რაც ელოდება ყველა ტირანს ყველა დესპოტს თქვენ გელოდებათ დამარცხება განადგურება ეხლა შეეხება კიდევ ერთხელ ხვალინდელ დაანონსებულ თემას ხაზგასმით ვსაუბრობ რომ მათ არაფერი არ აქვთ
და აქედან გამომდინარე ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის გაგრძელება და ჩვენ ახლა ამ თემაზე ძალიან აქტიურად მიმართავთ საერთაშორისო მონიტორებს, რომლებიც ასევე, ვთქვათ, უნისონში იყვნენ დღემდე იმის თაობაზე, რომ საჭიროა დიალოგი და დიალოგის ფორმატში საუბრის გაგრძელება, მიმართავთ, რომ კარგად შეისწავლონ ის მასალები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი მათი, ვთქვათ, კოლეგების მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც დაანონსდა ირაკლი ოქროაშვილის ჩამოსვლა მრისხანების დღე და ვერ შესრულდა ეს პირობები, მას შემდეგ რაც არ შესრულდა, იმიტომ რომ ჩვენ გავედით პროცესიდან გასაგები მიზეზს გამო. კიდევ ერთხელ გავიმარებთ. არა, იმისაც რომ არ დავთ უკითხავში არ იყოს უკვე რაღაც გარკვეული ისე ვთქვათ გაურკვევლობის შეტანა. მაგაზე მე დავკონკრეტულად. ირაკლი ოქროაშვილის არ დაანონსებული, უფრო დაანონსებული და ჩვენი დაანონსებული პროცესიდან გავედით ამ ეთერშიც ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, სხვა ეთერებშიც კიდევ ერთხელ ვამბობთ. ჩვენ გავედით პროცესიდან ზუსტად იმის გამო, რომ დავინახეთ ის რაც დავინახეთ. დავანონსებდით, ჩვენ შევედით პროცესში, რომელსაც ჩვენ იმ მომენტში არ ვემზადებოდ. ჩვენ მივედით საზოგადოებრივი მოლოდინის გადასარჩენად, რომელსაც საბოლოოდ ლახვარი ჩასცა აი იმ დაუგეგმავმა, სრულიად აბსურდულმა მოლოდინების შემქმნელმა დაპირებებმა 21-თან დაკავშირებით. ჩვენ მივედით იქ ჩვენ გავედით პროცესიდან. უკაცრავად, ჩვენ არ დაგვიმთავრებია. ჩვენ არ გავსულვარ და არ გვითქვამს, რომ ჩვენ დავამთავრეთ პროცესი. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ დაულოცეთ გზა იმათ, ვისაც მიაჩნდა, რომ ყველაფერი იცის და ვისაც მიაჩნდა, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიაღწია. რა წარმატებას მიაღწიეს, ახლა თქვენ ყველა ნახეთ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ჩვენ არაფერი არ დაგვიმთავრებია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ და ჩვენი დაპირება ძალაშია. შესაბამისად ავტორიტეტი რამდენად არის თუ არ არის დღეს შერყეული თქვენი აზრით. მას შემდეგ რაც ლიდერების ნაწილი გავიდა პარტიიდან და მას შემდეგ უზარმაზარი დარტყმა მივიღეთ, მე ბევრჯერ ვისაუბრე ამის თაობაზე, მე ვისმენ უამრავ ბინძურ ცილის წამებას, ვისმენ ძალიან ბევრ შეურაცხყოფას, ვისმენ ძალიან ბევრი ადამიანის გულწრფელ აღშფოთებას, იმიტომ რომ ირაკლი ოქროაშვილის განცხადება ეს ლიტონის სიტყვები რომ არ იყო და ფარატინა ქაღალდი რომ არ იყო და მართლა დიდი მოლოდინი რომ არსებობდა, ზუსტად ამიტოა დიდი გაღიზიანებას. რა თქმა უნდა ჩვენ მივიღეთ დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა ქართულ პარტიას მიადგა უზარმაზარი ჩრდილი. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქროაშვილის მისი ჩამოსვლასთან დაკავშირებული მოლოდინის იმედგაცრუება იყო ძალიან სერიოზული, გამაღიზიანებელი, ცუდი გაგებითაც საზოგადოებისათვის და დღეს საზოგადოებაში არის დიდი აგრესია ამ თემიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავამთავრეთ არსებობა და ჩვენი ვალდებულება ქვეყნისა და ჩვენი, ასე ვთქვათ, შვილებისა და მომავლის წინაშე შესრულებული არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ყველაფერი და ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ თემას ასე არ დავტოვებთ. ბატონო რუსი, ვისაუბრებთ თქვენს მოგეგმებს. მე მაინტერესებს რატომ ტოვებენ პარტიის რიგებს ქართული პარტიის სტრატეგიებზე და განაცხადა სოზარ სუბარმა. ქართული პარტიის რიგების არათუ დატოვებაზე საუბარი არა ადამიანების შემოსვლაზეა. ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა პარტიაში და ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ოჯახში ადამიანები ტოვებენ, ოჯახს გადიან და მოდიან სხვა ადამიანები ოჯახში. რა თქმა უნდა, პარტიასაც ტოვებენ. ათასობით პარტიის აქტივისტებთან რამდენიმე წევრის გასვლა, ეს არ არის ტრაგიკული პროცესი და პარტიიდან გადიან და პარტიიდან გასვლა, ეს არის მთელ სოფლიოში ნორმალური პროცესი. გასვლა და შემოსვლა, ეს ჩვეულებრივი როტაციის საკითხია, ამიტომ მე ვერ ხედავ ამ ტრაგიზმს ვერანაირს. კიდევ ერთხელ მინდა დავბრუნდე ძირითად თემაში. მე დღეს არ მოვსულ ვარ აქ იმაზე სასაუბროთ, ესე ვთქვათ, 26 მაისთან დაკავშირებით ქართულ პარტიას რა პოზიცია ჰქონდა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ და სხვა დროსაც გვექნება საშუალება. დღეს მე მოვედი აქ სასაუბროთ პატიოსნად ერთი მიზნით, რომ 6 ადამიანი, რომელიც დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, რომელზეც ჩვენ ფაქტიურად ძალიან ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს თუ რა არის და ეხლა თქვენ ერთი წამი წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ ადამიანების ადგილას, ვინც დღეს ციხეებში იმყოფებიან. არა ციხეში წარმოიდგინეთ, არამედ მათი ოჯახის წევრების ადგილას. წარმოიდგინეთ ის რა ხდებოდა გუშინ ლევან ტერაშვილის ოჯახში, მისი ახალგაზრდა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი, ათეულობით შეერაღებული სპეცრაზმელის შეჭრა, სრულიად ეს პარტიის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნიშნის ადამიანის დატოვება. მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ირაკლი ოქროაშვილის თანაშემწე წლების განმავლობაში. მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მხოლოდ იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილს ღამე არ ძინავს და მიხეილ სააკაშვილს აქედან გამომდინარე ისინი თხზავენ ბოდვას, რომელსაც ხვალ პრეზენტაციას გაუკეთებენ, იმიტომ რომ დღეს მათ არაფერი არ აქვთ. დღეს ფაქტურად ადამიანები დაკავებული არიან
იარაღის უკანონო შენახვისათვის, ანუ იმ იარაღის, რომელიც მათ მიუტანეს და ჩაუდეს, იმ იარაღის უკანონო შეძენისათვის და მიდის მათი დამუშავება. ამ თვალსაზრისით, ეხლა მე ამ დროს ვილაპარაკო იმაზე, რატო ტოვებს პარტიის ვიღაც წევრი, რატომ ტოვებს ქართულ პარტიას, ან რამდენი წევრი შემოვა, მეჩვენება რომ ცინიზმი და მეჩვენება რომ დღეს არის რატომ ამის შესახებ თქვენმა თავმჯდომარემ გაამნახა დღეს ბატონო ეროსი? დღეს თქვენთან ეთერში მე მოვედი სასაუბროთ იმ თემაზე, რაც მე გითხარით. უფლებამომცითმა კითხვების სხვა თემებზე დაგისვათ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. პრიორიტეტი, უფლებამომეცით რომ პრიორიტეტი ამ თემაზე საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი ტერორის ქვეშ იმყოფება ადამიანები პოლიტიკური ნიშნით. და რაც არის საფუძველი იმისა, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამ რეჟიმთან დიალოგი არის შეუძლებელი და ამ რეჟიმთან ყველა ტიპის მოლაპარაკება არის მხოლოდ მცდელობა კოსმეტიკურად, ესე ვთქვათ, ფასადის შექმნის იმისა, როგორცაც ქმნის სააკაშვილი საქართველოსაგან, აი ეს არის პერსპექტივა. ამიტომ მე არაფერს ნებას არც გართმევთ, არც გაძლევთ, მე ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას. თქვენი უფლება რა კითხვას გნებავ დასვა, ჩემი უფლება გიპასუხოთ. გავაგრძელოთ საუბარი. თქვენს ლექსიკონში გუშინ, მას შემდეგ რაც ონის რაიონში მოხდა 10 ადამიანის გატაცება რუსის სამხედროების მიერ, გაჩნდა ისეთი სიტყვები, რაც აქამდე მაინც და მაინც არ ფიგურირებდა. მე თქვენს ციტატას გაგაცნობთ, სადაც ნახსენებია სიტყვა ოკუპანტი და დამპყრობელი. თუმცა ამ თემაზე მოდით საუბარი, გავაგრძელოთ, უბრალოდ პირდაპირ საუბარი გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დრო. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს ეროსი კიწმაშვილთან, ბატონო ეროსი, მცირე ციტატას გაგაცნობთ თქვენივე განცხადებიდან, რომელიც შეეხება ონში 10 საქართველოს მოქალაქის გატაცებას რუსი ჯარისკაცების მიერ, ეს ადამიანები მიდიოდნენ სალოცავში. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ერთმორწმუნე რუსი დამპყრობლები რელიგიურ ღირებულებებსაც არ უწევენ ანგარიშს და სალოცავად წასულ ადამიანებს აპატიმრებენ. ქართული პარტია გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მორიგ პროვოკაციულ ქმედებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ჩაერთოს 18 ივნის მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში და ადეკვატური შეფასება მისცეს მომხდარს. მე მაინტერესებს რატომ გაჩნდა სიტყვა ოკუპანტი თქვენს ლექსიკონში. აქამდე არ შეიმჩნეოდა ასეთი შეფასებები. აქამდე ის რომ ქართული პარტია საუბრობს რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას დავარეგულირებს და ნორმალიზაციას მოვახდენთ განსხვავებით სააკაშვილისაგან, ეს არაფერს არ ნიშნავს იმასთან მიმართებაში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს, ამიტომ არანაირი აღმოჩენა თქვენ არ ეკეთებია, მე ეს თემა მას ნიშნავს მოუნდება ჩვენთან საუბარი. რუსეთს მოუნდება საუბარზე არა გვაქვს ჩვენ აწყობილი ჩვენი პერსპექტივა, ჩვენ გვაქვს აწყობილი იმაზე, რომ არსებობს ქვეყნებს შორის ინტერესები და ამ ინტერესების რეალურ დაბალანსებაზე. თუმცა ეს ხომ დამპყრობელი და ოკუპანტი არის ტერმინი, რომელიც ასახავს რეალურად საქმის არსს. მე 2008 წელს ნოემბერში ვთქვი, რომ სააკაშვილმა და ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ მე არც ერთი ჩემი სიტყვა უკან არ მაქვს განსხვავებით ძალიან ბევრი პოლიტიკოსისაგან 2008 წელს ნოემბერში როცა არავის მსგავსი არ უთქვამს მე ვთქვი რომ ყველას ეშინოდა ამის თქმა უნდა ყველამ ძალიან კარგად იცოდა ვთქვი რომ სააკაშვილმა იმ პროვოცირების ფონზე რომელიც მიდიოდა რუსეთის მხრიდან გადადგა საბედისწერო ნაბიჯი და დაიწყო საომარი მოქმედება რომელიც მიიყვანა საქართველოს ამ კრახამდე თუ აი ამ ვთქვათ კატასტროფამდე რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. შესაბამისად მე დავადანაშაულებ პირველად სააკაშვილი იმაში რომ ეს იყო ამის ომის წამომწყები და ინიციატორი. მე არ ვიცი ორი დღის წინ ვთქვათ საფრანგეთის ელჩის რომელიც მაშინ სხვათა შორის თავგადადებული იბრძოდა ქართული ინტერესების დასაცავად, ქართველი ტყვეების გასათავისუფლებლად, ქართველების უფლებების დასაცავად კონფლიქტის ზონაში, ის ადამიანი მე მგონი არ არის, ვთქვათ, წინან ჩამოვარდნილი. ისევე როგორც ევროკომისიის დასმა, ტალიანის კომისიის დასმა. შესაბამისად მე მგონი არაფერი ახალი ქართულ პარტიას არ უთქვამს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუწევ, ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას რუსებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ესეთი ტიპის შეფასება არ გავაკეთოთ იმის, რასაც ადგილი აქვს დღეს კონფლიქტის ზონაში. ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზს ვამბობ. ხელისუფლებაც ასეთ შეფასებებს აკეთებს. პრინციპში ხელისუფლება ასეთ შეფასებას თუ აკეთებს, მათთან რატომ არ მოდის დიალოგზე რუსეთი? ვინ? ზუსტად იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში და ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია ასევე თქვენთან, გააკეთა ყველაფერი, რომ მის მიმართ არსებობს ნულოვანი ნდობა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა უმაღლესი წერტილში
მდგომარეობიდან ქართულ-რუსული ურთიერთობის დაეყვანა სიტუაცია იქამდე, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ბოლო, რა ვიცი, 100 წლების განმავლობაში ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ამ სახელმწიფოსთან, რომელთანაც აუცილებელია ჩვენი ურთიერთობა. შესაბამისად, ახლა მოდით თუ ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივაზე გვინდა საუბარი, მე შეამოვნებით მზად ვარ. დიდი ხნის განმავლობაში გესაუბროთ. თქვენი პარტიის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა არის, დღესაც არის და თვლით, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია ძალიან ბევრი არგუმენტი, რომ ეს ურთიერთობა იქნება ძალიან წარმატებული. ამავე განცხადებაში განსხვავებით კიდევ ერთხელ ამ სააკაშვილისგან, რომელიც არანაირი მომავალი არ გააჩნია ამ თვალსაზრისით. ის საქართველოსთან საუბარზე კი არ ამბობს რუსეთი უარს. სააკაშვილთან საუბარზე არაბობს რუსეთი უარს და აქ არ არის მარტო საუბარი განაწყენებული პოზიციიდან, როგორც ვინმე შეიძლება მოიჩვენოს. აქ საუბარი მიდის სრულიად არაპროგნოზირებად რეჟიმთან, რომლის ბოლო, ესე ვთქვათ, გამოვლინება იყო უშიშროების საბჭოს მდივნის ვაჟბატონ ბოკერიას განცხადება იმის თაობაზე, თუ ტერორისტ სახელმწიფოებთან ისინი მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. ეს ის სიტუაციებია, რომელიც ქმნის საქართველოში, ანუ მტრის ხატის შექმნის, ესე ვთქვათ, მცდელობა და ამ მტრის ხატის, ვთქვათ, გზით საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების ყურადღების სხვა მიმართულებით გაატანეს კლასიკური ფორმატია ავტორიტარი და ტოტალიტარული რეჟიმები. საფრთხეზე, რომელიც შეიძლება გველოდეს რუსეთიდან. წავიკითხავ ისე სულ მცირე ნაწყვეტს. სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულმა და გაუწონასწორებელმა ქმედებებმა განაპირობა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას, ისე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ანუ რა კონკრეტულ საფრთხეს გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ყველა ტიპის საფრთხე, რასაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც განხორციელდა სააკაშვილის მოქმედებების შედეგად. ეს საფრთხეები არის მრავალი ტიპის, დაწყებული უკონტროლო მოძრაობებით, დამთავრებული იმით, რომ სააკაშვილისა თუ სხვა ტიპის, ესე ვთქვათ, სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ტიპის ავანტურისტები შესაძლებელია, რომ მუდმივად იყენებდნენ რაღაც ვთქვათ, პროვოკაციებს იმისათვის, რომ მიიღონ მათთვის სასურველი გარკვეული, ხომ ეს შემთხვევით არ მიხსენებია თავში ეგრეთ წოდებული ჭუბურხინჯის ცნობილი ინციდენტი 2008 წლის მაისის არჩევნების წინ ცნობილი, ვთქვათ, რუსთავიორის ცნობილი ჟურნალისტისა და სპეცსამსახურის მიერ განხორციელებული სპექტაკლი, რომელსაც თაობაზე ძალიან ბევრი იწერებოდა, მათ შორის საერთაშორისო პრესაში, როცა დადგმულ აფეთქებებს ახორციელებდნენ. სხვა შორის ბოლო პერიოდის ეგრეთ წოდებული ტერაქტების გახსნაც ამას უკავშირდება. ამ სტილისტიკის არის, ამ სტილის იქნება და არის ყოველთვის რეჟიმი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი აგონიაშია და მას არ აქვს არანაირი ხვალინდელი დღის ხედვა. მაგრამ თქვენი აზრით არ აძლიერებს ამ საფრთხეებს, მაგალითად ის ინტერვიუ, რომელიც ირაკლი ოქროშვილმა მისცა რუსეთის პირველ არხს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იფარებს ჩეჩენ ბოევიკებს. ბევრი ვისაუბრეთ და სოზარმა ისაუბრა თქვენთან. რადგან რუსეთის ფედერალური კანონის მიუძღვენით ამას, ვიცით ეგ თემა ქალბატონიკა და გითხარით რა. რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ განახორციელოს ტერორისტთან ბრძოლა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არ აძლიერებს ამ საფრთხეს. ეს კითხვა თქვენ სოზარს დაუშვით სამჯერ, მე კარგად მახსოვს. სოზარმა გაგცა და გაგცემთ ისევ პასუხს. მე არ მკითხავს ბატონი სოზარისთვის საფრთხეს აძლიერებს თუ არა. მე თქვენ ამ კონტექსტით გეკითხებით ახლა. აძლიერებს თუ არა? თქვენ კითხეთ სოზარს იგივე სამჯერ. და გაძლევთ პასუხს თქვენ ხო, უბრალოდ აზუსტებთ კითხვას, რომელიც სამჯერ დასვით. ახლა ორჯერ მე დამისვით ეს კითხვა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც გიპასუხათ მაშინ სოზარმა, იგივეს გეუბნებით მეც. რომ ირაკლი ოქროშვილის განცხადებაში არსებული მოცემულობა საფრთხის მატარებელი პირველ რიგში არის ამ შემთხვევაში რეჟიმი, რომელიც ახორციელებს ასეთი ტიპის ხელშეწყობას ტერორისტული საქმიანობისას. ტერორიზმის მხარდამჭერობა არის უკვე საფრთხის მატარებელი თავისთავად და ეს არის პირველად. რაც შეეხება იმ საფრთხეს, აზრით თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია თუ არა ვინმემ გამოიყენოს მსგავსი ტიპის ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ თვითონ ფაქტის არსებობა უკვე არის საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ხა იმაზე საუბარი სწორად მოიქცა თუ არა ოქროაშვილი, როცა ეს თქვა, ოქროაშვილმა ეს თქვა დეკემბერში სხვათა შორის ეს თქვა საფრთხის მატარებელი არის ეს რეჟიმი. არათუ საფრთხის მატარებელია ეს რეჟიმი ყოველდღიურად, ანუ სააკაშვილი ყოველდღიურად ანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეს ფაქტორი არის სააკაშვილი, ეს ფაქტორია სააკაშვილი, ეს ფაქტორია რეჟიმი, რომლის შედეგია დღეს, როგორც დღეს გავიგეთ ჩვენ ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, თუმცა რამდენიმე დაჭრილია კიდე ავღანეთში და გუშინ ჩამოსვენებული თუ დაღუპული კიდე ერთი ქართველი ჯარისკაცი. კვირაში ერთი ჯარისკაცი იღუპება ომში, რომელიც ჩვენი არ არის. კვირაში ერთი ჯარისკაცი იღუპება იქ, სადაც ნებისმიერი სხვა ნატოს წევრი ქვეყანა უარს ამბობს გააკეთოს ესეთი უსაზღვრო
განუსაზღვრელი უпростоრად მხარდაჭერა. ჩვენ რამდენიმე ათასიანი კონტინგენტის გაგზავნის პირობას ვაძლევთ ნატოს ძალებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხოლოდ ერთი მიზნით ამ შემთხვევაში. ეს არ არის ქართველების ინტერესებში, ეს არ არის საქართველოს ინტერესებში არც ერთი თვალსაზრისით. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა და ეს არის ესე ვთქვათ კაცობრიობის, ყველა საზოგადოების, ყველა სახელმწიფოს გარკვეული თვალსაზრისით ვალი გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ პროპორციულად. ანუ იმის პროპორციულად რა მოცულობის, რა შესაძლებლობების და რა მოსახლეობის საზოგადოება ვართ. თუ ესტონეთისთვის ეს არის რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს ეს არ შეიძლება იყოს ათეულობით, ასეულობით და მით უმეტეს ათასობით ადამიანი. შესაბამისად, ეს არის საფრთხის მატარებელი, სააკაშვილია საფრთხის მატარებელი და ის თავისი სკამისათვის იმისაც რომ მიიღოს დახმარებები საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და განსაკუთრებით პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხარდაჭერა იმაში, რასაც დღეს ის საქართველოში ახორციელებს, მზად არის თითოეული ჩვენთაგანი სიცოცხლე ჩადოს ამის მიიტანოს ამის სამსხვერპლოზე და ამის შედეგია ყოველკვირეულად ეხლა რომ დააკვირდით, მართლა ეს ხდება. ყოველ კვირა მოდის საქართველოში თითო დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი. 9 ადამიანია დაღუპული ამ დროისთვის. ეს ლაპარაკი არის ბოლო პერიოდში ავღანის ოპერაციიდან. პარტიას დაუბრუნდეთ, მოდით. შეგახსენებთ ასევე თქვენს ადრინდელ განცხადებას იმის შესახებ თუ ანუ რა გამორჩეულ ნიშაში შეიქმნა თქვენი პარტია, რა იყო ის, რაც თქვენ გამოგარჩევდათ სხვა პოლიტიკური ერთეულებისგან. ვინც არენდობა ირაკლი ოქროაშვილს, ენდოს სოზარ სუბარს. ვინც არენდობა სოზარ სუბარს, ენდოს ლევან გაჩეჩილაძეს, ვინც არენდობა ლევან გაჩეჩილაძეს, ენდოს ეროსიკი წმარიშვილს. ირაკლი ოქროაშვილი, რომელსაც რეჟიმის შიგნით მუშაობის გამოცდილება აქვს. სოზარი, რომელსაც ყველგან იცნობენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს. კოკა, რომელმაც ზეპირად იცის პოლიტიკური მენეჯმენტი. მე მაინტერესებს, ანუ თქვენი კონცეფციიდან, მოლოტოვის კოქტეილს ეძახდით თქვენ ამ კონცეფციას, დღეს რა დაგვრჩა? ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვათ. ყველაფერი რაც საჭიროა ისევ მუშაობს განსხვავებული ლიდერების შესახებ, რომლებიც ერთი მიზნით განსხვავებული ლიდერების შესახებ, რომელიც ერთი მიზნით შეიკრიბნენ. სააკაშვილი წინააღმდეგ გაერთიანებული ოქროაშვილი, სუბარი და კიცმარიშვილი ეს არის განსხვავებული ადამიანების ერთობლიობა. ტოპ ლიდერებს როცა საუბრობთ და ჩვენ კიდევ ერთხელ ერთი ადამიანი გვავიწყდება, რომელსაც თქვათ, როცა ჭირდებათ ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენებენ, როცა ჭირდებათ საერთოდ არ ახსენებენ. ეს არის კოტეგოგელი. ასე რომ რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ იყო ჩარეული. რომელიც აქტიურად იყო ამ პროცესში პარტიის მშენებლობაში ჩართული და დღესაც ის ძალიან აქტიურად მონაწილეობს. ანუ ჩვენ საუბრობთ ახლა 4 ლიდერისაგან შემდგარ ერთობაზე, რომელშიც ამ ადამიანების ერთობლიობა არის ასევე განსხვავებული ადამიანების ერთობლიობა, ოღონდ ერთობლიობა ერთი მიზნის გარშემო. ეს არის შეუპოვარი, პრინციპული და ბოლომდე მიყვანადი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და ამ რეჟიმის გასაშვებად. ბატონო ეროსი, რჩება თუ არა ძალაში თქვენი პირობა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უნდა გაუშვათ წლის ბოლომდე? ჩვენ თვლით, რომ მიუხედავად უმძიმესი ფონისა, რომელიც მაისმა მოგვიტანა ჩვენ და იმ გადაჭარბებულმა მოლოდინებმა, რომელიც გააჩინა სახალხო კრების სამწუხაროდ გარკვეულწილად მოუმზადებელმა და უპასუხისმგებლო მოქმედებებმა. და ეს ფაქტია და ეხლა ძალიან უჭირს ამ შემთხვევაში აღიარება ქალბატონ ბურჯანაძის ამის, მაგრამ ეს არის რეალური ფაქტი. მაგრამ ეს თქვენებადებზე იმოქმედებს? ჩვენ და იმის გამო, რომ ჩვენ ამ პროცესისგან გამოვიდეთ, თქვენ ბრძანეთ და საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესიდან და რაშიც გეთანხმებით ასევე და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია ჩვენს მიერ პროცესიდან გასვლა. ჩვენ ეს გავაკეთეთ სრული პასუხისმგებლობით იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე საქართველოს ამ რეჟიმის გათავისუფლებაში, ამ რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლებაში ხვალინდელი დღე კონდეს. წლის ბოლომდე? ჩვენ თვლით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიძლება სწრაფად ეს რეჟიმი დამთავრდეს. ხვალინდელი, ზეგინდელი, მაზეგინდელი, განსაკუთრებით მე არ ვთქვათ, სიამოვნებს, როცა საუბარი მიდის რაღაც დიალოგის პერსპექტივებზე რეჟიმთან. არანაირი ესეთ პერსპექტივა რეჟიმთან ჯერჯერობით არც ერთი ხილული, ასე ვთქვათ, ხელმოსაჭრელი ფაქტი ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დავამთავრებთ ამ რეჟიმს. უახლოეს მომავალში. იმ ვადებში, რა ვადებით ჩვენ თავს დავუყრით. რადგან თქვენ ისიც განაცხადეთ, თუ არ ვთქვი კვირის პალიტრასთან, რომ თუ რეჟიმი არ დასრულდება წლის ბოლომდე, თქვენ მიდიხართ პოლიტიკიდან. მე თუ რეჟიმს არ დავასრულებ, შეიძლება რეჟიმის დასრულების შემდეგაც წავიდე პოლიტიკიდან. ეს ჩემთვის და საზოგადოებისთვის არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს. მთავარი საზოგადოებისთვის ტრაგედია იქნება, თუ ეს რეჟიმი იქნება აწლეულები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად. და ისევ რევოლუციის გზა არის თქვენთვის პრიორიტეტი. ჩვენ არასოდეს გვითქვამს სიტყვა კონკრეტულ პრიორიტეტებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ეს რეჟიმი უნდა დავამთავროთ სამოქალაქო აქტივობის ფორმით. არჩევნებით თუ იქნება არჩევნები, სამოქალაქო პროტესტისა და დაპირისპირების ფორმა თუ იქნება სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვართ იმაში, რომ არანაირი მომავალი
თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ამ რეჟიმის პირობებში საქართველოში არ აქვს. ამიტომ ჩვენ მივდივართ იმისკენ, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ეს ილუზია ხოჯა ნასრედინის ვირის თივასავით დაკიდებული მოლოდინი, რომ 31 მაისამდე იყო ვადა, ასე ვთქვათ, დიალოგის დამთავრების, შემდეგ ეს გადაიწევს კიდე რომელიღაც გაურკვეველ ვადამდე. ეხლა შემოდგომაა, რომელშიც შემოდგომაზე რაღაც უნდა მოხდეს, თუ მე არ მოხდება, მე ცუდად იქნება საქმე, მაგრამ ის თუმაც არ მოხდება. მაინც არაუშავს კაცო, ხო პროცესი ხო მიდის, ჩვენ ხო მანქანები გვემსახურება, ხელფასები გვექნება, სადღაც სამსახურებში ვივლით. ჩვენ ვამბობთ ერთ რაღაცას, ეკა. ჩემი პარტიის 6 დღეს ამ წუთში 6 აქტივისტი. წესიერი პატრიოტი ადამიანი და განსაკუთრებით ხაზს უსვამს ლევან ტერაშვილი დღეს ზის ციხეში. ზის მხოლოდ იმიტომ, რომ მან იცის, რომ ხვალინდელი დღე საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს არ გააჩნია და ეს არის არა საქართველო, ეს არის უპერსპექტივო ქვეყანა. ის ზის იქ და ყოველი დღე მისი წამების არის ჩემთვის დამოკლეს מחვილი იმისათვის, რომ მე ვავაკეთო ყველაფერი, რომ ლევან ტერაშვილის მსგავსად ათეულობით 1000 ადამიანი, რომელიც დღეს ციხეში იტანჯება, ასეულობით 1000 ადამიანი, რომელსაც პერსპექტივა აქვს წართმეული, დავაბრუნოთ ნორმალურ ყოფაში. რა ყველაფერი, აი რას გულისხმობთ? ყველაფერი, ეკა, ყველაფერში გულისხმობთ ყველაფერს. სააკაშვილის რეჟიმის დამთავრება არის ყველაფერი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა დავიძინოთ ღამე, არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არსებობს პერსპექტივა, როცა არ არსებობს პერსპექტივა, არ უნდა ვატყუოთ თავი და საზოგადოება. პერსპექტივა არის მხოლოდ ერთ რამეში. მხოლოდ ერთ რამეში ჩვენ მოტივირებულად უნდა ვიბრძოლოთ ყველა მოედანზე, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ყველა მოედანი თუ საარჩევნო მოედანი არსებობდა კონსტიტუციურ ვადებში და ხვალ, ანუ პირველ, არ ვიცი, აგვისტოს არჩევნები იქნება დანიშნული, ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ ის პარტია, რომელიც აცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ არ გავდივართ პოლიტიკურ პროცესიდან და საზოგადოებაში მაინც პერსპექტივას. არა, არანაირი პერსპექტივა. ჩვენ მივიღებთ ყველა პროცესში მონაწილეობას, მაგრამ არა იმ პროცესში, რომ თურმე 2012 წლის შემოდგომაზე შესაძლებელია რაიმე პროცესი კონდეს ადგილი. 2012 წლის შემოდგომამდე საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არანაირი პერსპექტივა არ ექნება ამ რეჟიმის შეცვლილ. მაშინ რა რჩება რევოლუციის გარდა, რა გზა რჩება? ჩვენ რევოლუციის გარდა რჩება ის გზა, რასაც ქვია სამოქალაქო აქტივობის განვითარება და იმ წერტილამდე მიყვანა, როცა ვაიძულებთ ამ რეჟიმს წავიდეს. როგორ ვაიძულებთ ამ რეჟიმს რომ წავიდეს? იმით, რასაც ქვია ყველაფრის გაკეთება. დიდი მადლობა. ეროსი კიჭმარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით. ხვალ ზუსტად 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.